დღეს სუიციდის პრევენციის დღეა მსოფლიო კამპანიის ფარგლებში სასჯელს აღსრულების და პრობაციის სამინისტრომ სპეციალური პროგრამის შედეგების შეაჯამარებლის განხორციელებაც 2013 წელს დაიწყო და უკვე 5 დაწესებულებას ფარავს. გუნდში ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, სოციალური მუშაკები და ექიმები, ასევე რეჟიმებისა და უსაფრთხოების თანამშრომლები შედიან. ჯელოსულების სისტემაში სუიციდის პრევენციის პროგრამის პირველი შედეგები ძალიან იმედის მომცემია. მულტიდისციპლინურმა გუნდებმა მოახერხეს 77 ადამიანის პატიმრობაში მყოფი ადამიანის გამოყვანა კრიზისიდან. ამჟამად სუიციდის რისკი მათში არის ან განეიტრალებული, ან მნიშვნელოვნად შემცირებული. ჯელოსობა არის ძალიან რთული პრობლემა. კიდევ უფრო რთული ხდება, როცა ეს ეხება საპატიმროებს და დახურულ დაწესებულებებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროსთან ერთად ჩვენ ვახორციელებდით საპილოტო პროექტს, რომლის მიზანი იყო თვითმკვლელობის პრევენცია. ჩვენი მიზანია ეს პროექტი და ღონისძიება გავრცელდეს ყველა საპატიმროზე და დახურულ დაწესებულებაზე საქართველოში. მოხარულები ვართ, რომ ამ ძალისხმევაში მხარს გვიჭერს პრობაციის სამინისტრო.